სასტრაფოდ, მოსკოვ-თეირანის ღერძი კრიზისის ყველაზე დელიკატურ მომენტში ბზარების ნიშნებს აჩვენებს. 2026 წლის 20 აპრილს, როდესაც ირანი ცდილობს უპასუხოს შეერთებული შტატების სამხედრო და ეკონომიკურ ზეწოლას ჰორმუზის სრუტეში, რუსეთის მხრიდან ყველაზე კონკრეტული ნაბიჯი არ იყო მოკავშირის დაცვა, არამედ სტრატეგიული ბირთვული ობიექტიდან პერსონალის გაყვანა. და ამავე დროს გააძლიერა განცხადებები იმის შესახებ, რომ შეუძლია დაიკავოს თეირანის მიერ დატოვებული ადგილი ენერგეტიკულ ბაზარზე. ანუ ირანისთვის ყველაზე რთულ მომენტში ვლადიმირ პუტინი ტოვებს ირანს და ცდილობს იზრუნოს საკუთარ იზოლირებულ ინტერესებზე. რა მოხდა? ფაქტობრივად, ირანის სამხრეთში მდებარე ბუშერის ბირთვული ელექტროსადგური ამ ცვლილების ნათელი სიმბოლო გახდა. რუსეთის ბირთვული სახელმწიფო კომპანია როსატომი ომის დაწყებიდანვე იწყებდა თანამშრომლების გამოყვანას და 2 აპრილს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და ისრაელს სთხოვდა დაეცვათ პაუზა, რათა მეტი სპეციალისტის ევაკუაცია დაესრულებინათ. 2 დღის შემდეგ როიტერმა გაავრცელა ინფორმაცია კიდევ 198 თანამშრომლის გამოყვანის შესახებ. ანუ, როდესაც სიტუაცია უფრო საშიში გახდა, რუსეთის ხილული ქმედება იყო საკუთარი ხალხისთვის უსაფრთხო გასასვლელის უზრუნველყოფა და არა თეირანის დასაცავად მკაცრი პასუხის გამოცხადება. ვინ არის ამ ყველაფრის ცენტრში? ვლადიმირ პუტინი, როსატომი და ირანის ხელმძღვანელობა, რომელიც ახლა ხედავს, რომ ისტორიული პარტნიორი ზუსტად მაშინ ამცირებს თავის ყოფნას, როცა ზეწოლა იზრდება. სად იგრძნობა ეს ყველაზე მეტად? ბუშერში, მაგრამ ასევე მთელი ირანის სანაპიროზე, რომელიც ენერგიის ნაკადზე და სპარსეთის ყურეში არსებულ მარშრუტებზეა დამოკიდებული. ეს საკითხი გადამწყვეტია, რადგან ბუშერი არ არის პერიფერიული დეტალი. ეს ობიექტი რუსების მიერ აშენდა. მუშაობს ძლიერი რუსული ტექნიკური მონაწილეობით და ყოველთვის განიხილებოდა, როგორც მოსკოვსა და თეირანს შორის თანამშრომლობის სიმბოლო. რუსეთი ამ ადამიანურ რესურსს ამცირებს, პოლიტიკური გზავნილი მძიმეა. ირანს რომ მისდის ეს მესიჯი, ეს არ არის საერთო უსაფრთხოების განცდა, არამედ ზიანის შეზღუდვა. რატომ? აქამდე საჯარო ფაქტები აჩვენებს, რომ რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს თავისი კადრები, დიპლომატიური მანევრის შესაძლებლობა და სავაჭრო პოზიცია, ვიდრე ღიად ჩაერთოს ირანის დაცვაში. თეირანისთვის ეს მიტოვებას ჰგავს და პოლიტიკურ ასპარეზზე ეს აშკარა მიტოვებაა. კრიტიკა ხშირად ღალატად ითვლება. ამავე დროს მოსკოვმა დაიწყო საუბარი ისე, თითქოს ქაოსში უკვე შესაძლებლობას ხედავს. 7 აპრილს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული არეულობამ რუსეთს ახალი სავაჭრო შესაძლებლობები გაუხსნა. 15 აპრილს პეკინში სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის ჩინეთისთვის ენერგორესურსების დეფიციტი შეავსოს, რომელიც კრიზისმა გამოიწვია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს, როგორ დაიწყო რუსეთმა საკუთარი თავის წარმოჩენა. არა როგორც ირანის ფარი, არამედ როგორც ალტერნატიული მომწოდებელი მათთვის, ვინც ჰორმუზში შოკის წინაშე აღმოჩნდა. როგორ ხდება ეს? ენერგიის საშუალებით. თუ ირანულ ნავთობს მეტი ბარიერი ხვდება, რუსულ ნავთობს მეტი პოლიტიკური და კომერციული სივრცე ეძლევა. და ეს ცვლილება მხოლოდ სიტყვებში არ დარჩენილა. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სინოპეკმა, ჩინეთის ნავთობის გადამამუშავებელმა გიგანტმა, რუსული ნავთობის პარტიები შეიძინა ახლო აღმოსავლეთის მიწოდების ნაწილის შესაცვლელად, სწორედ ჰორმუზში გაზრდილი რისკის გამო. რეპორტაჟში ასევე აღინიშნა, რომ კომპანია ჩვეულებრივ თავისი ნავთობის დაახლოებით ნახევარს ახლო აღმოსავლეთიდან იღებს და განსაკუთრებით დაუცველი აღმოჩნდა სრუტის თითქმის დახურვის პირობებში. ვინ ზარალობს ამით? ირანი, რომელიც ენერგიის ექსპორტზეა დამოკიდებული და რომლის მთავარი მყიდველი ჩინეთია, ვინ იძენს ამით უპირატესობას? რუსეთი, რომელიც გამოდის როგორც მომწოდებელი, რომელსაც შეუძლია ამ დანაკლისის ნაწილის შევსება. ღალატის განცდა არ წარმოიშობა თეატრალური ფრაზიდან, არამედ რუსეთის ირანის ტერიტორიიდან გასვლისა და რუსეთის მიერ იმ ბაზარზე წინსვლის ერთობლიობიდან, რომლის დაკარგვის რისკიც ირანს აქვს. ამასობაში ჰორმუზის სრუტეში კრიზისი კვლავ გამწვავდა. როიტერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა გაამკაცრა კონტროლის სრუტეზე, ამერიკულ ბლოკადას კვლავ მეკობრეობად მოიხსენიებს და გაავრცელდა ცნობები გემებზე ცეცხლის გახსნის შესახებ. ინდოეთმა იგივე წყაროს მიხედვით ირანის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც ინდური გემები დაზიანდა. უკვე 20 აპრილს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. შეერთებულმა შტატებმა დააკავა ირანული სატვირთო გემი, რომელიც ვაშინგტონის თქმით ცდილობდა ბლოკადის გარღვევას. ხოლო თეირანმა პასუხად საპასუხო ზომებით დაიმუქრა. ეხლა, როცა დროებითი ცეცხლის შეწყვეტა ყველაზე სუსტი ფაზაში შედის.
როგორც სამხედრო ჩაჭერით, საზღვაო ბლოკადით, ახალი თავდასხმების მუქარითა და დასუსტებული მოლაპარაკებებით ირანი გარედან იზღუდება, სრუტე გადაკეტილია და შეერთებული შტატების ახალი შეტევის რისკი არსებობს. და შიგნითაც ირანი ხედავს, რომ რუსეთი არ იქცევა როგორც მოკავშირე, რომელიც მზადაა ეს დაპირისპირება ერთად გადაიტანოს. პირიქით, კრემლი ინარჩუნებს დიპლომატიურ რიტორიკას, მაგრამ რეალური ქმედებები სხვა რამეს აჩვენებს. პერსონალის გამოყვანა, ენერგორესურსების შეთავაზება ჩინეთისთვის და კრიზისის კომერციული აღქმა. მარტივიანით რო ვთქვათ, თეირანის სისხლს იღვრება, ხოლო მოსკოვი საუკეთესო პოზიციას ეძებს მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს აბსტრაქცია არ არის. ეს არის პოლიტიკური სურათი, რომელიც რჩება მაშინ, როცა ომში მყოფ პარტნიორს მხარდაჭერა სჭირდება, მაგრამ ამის ნაცვლად ცივ გათვლას იღებს. ჩინეთი ამ რისკს აცნობიერებს და ცდილობს სიტუაცია ჰორმუზის გახსნისა და მოლაპარაკებებისკენ წაიყვანოს. 13 აპრილს პეკინმა განაცხადა, რომ სრუტის ბლოკადა საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებს ეწინააღმდეგება. 20 აპრილს ირანული სატვირთო გემის დაკავების შემდეგ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკული ქმედება იძულებით ჩაჭერად შეაფასა და მხარეებს პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა. იმავე დღეს სი ძინპინმა მოჰამედ ბინ სალმანთან საუბარში დაიცვა პოზიცია, რომ ჰორმუზის სრუტე ნორმალური ნავიგაციისთვის ღია უნდა დარჩეს. ეს პრობლემის კიდევ ერთ ფენას აჩვენებს. თუნდაც ის ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტ ირანულ ნავთობს ყიდულობს, ახლა მუშაობს საზღვაო მიმოსვლის შენარჩუნებაზე და ესკალაციის შეჩერებაზე და არა თეირანის მხარეს დაპირისპირების ხაზში შესვლაზე. ირანი კიდევ უფრო იზოლირებული ხდება. და რატომ არის ეს ყველაფერი ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ომი მხოლოდ სამხედრო აღარ არის და გადაიქცა ბრძოლად ბაზრისთვის, გავლენისთვის და ეკონომიკური გადარჩენისთვის. როიტერსმა აჩვენა, რომ ჰორმუზში მოძრაობა თითქმის ისევ პარალიზებულია. მხოლოდ 3 გადაკვეთა მოხდა 12 საათში ამ ორშაბათს. და რომ ნავთობის ფასი თითქმის 5%-ით გაიზარდა ზავის ჩაშლის შიშის გამო. როცა მსოფლიო ხედავს გაჩერებულ გემებს, რისკის პრემიის ზრდას და ჩიხში შესულ მოლაპარაკებებს, თითოეული მწარმოებელი ცდილობს დაიკავოს ადგილი. რუსეთმა უკვე ნათლად განაცხადა, რომ სურს იყოს ის, ვინც ამ სივრცეს დაიკავებს. ირანს კი თავის მხრივ უნდა გაყიდოს, უნდა ამოისუნთქოს და უნდა დაამტკიცოს, რომ ჯერ კიდევ აკონტროლებს სათამაშო დაფის ნაწილს. მაგრამ რაც უფრო მეტად მჭიდრო ხდება ბლოკადა, მით უფრო სუსტდება მისი პოზიცია. საბოლოო ჯამში კითხვა, ვინ უღალატა ვის? შეიძლება გახდეს ძლიერი სათაური. მაგრამ რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, ეს არის ხილული სულები. და დღეს ხილული სულები ასეთია. რუსები ტოვებენ ბუხერს, მოსკოვი აცხადებს, რომ შეუძლია ჩინეთის მომარაგება. ჩინელი გადამამუშავებლები ზრდიან რუსული ნავთობის შესყიდვებს. ჰორმუზი ახალი დაძაბულობის ქვეშაა. და ირანი გპირდება პასუხს მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა მისი სატვირთო გემი დააკავა. 7 აპრილს გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა საფრთხის ქვეშაა. ისლამაბადში მოლაპარაკებებს ძალა დაუკარგავთ. და დონალდ ტრამპმა უკვე მიანიშნა, რომ ბლოკადა გაგრძელდება, თუნდაც ზავის გაგრძელების გარანტიის გარეშე. იმ მომენტში, როცა თეირანს ყველაზე მეტად სჭირდება, მოსკოვი უკან იხევს, საუბრობს როგორც გლობალური მომწოდებელი და მოკავშირის სისუსტეს შესაძლებლობად აქცევს. აი რატომაც ეს ამბავი ესეთ ძლიერ რეზონანსს იწვევს? საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ რუსები ტოვებენ თეირანს. ეს ეხება იმას, რომ ირანმა ყველაზე ცუდ დროს აღმოაჩინა, რომ უფრო მარტო იყო, ვიდრე ეგონა.